მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მიმოხილვა აქ მნიშვნელოვანია ამ გადაცემაში და საერთოდ მე გზნობ, რომ ოპო არხები რადგან საერთოდ დუმან იმის შესახებ თუ რა ხდება პლანეტაზე და მარტო ჩვენი არხების, ადამიანების არხების და არა ოპო მოქალაქეების არხების მეშვეობით შეგვიძლია საუბარი, უბრალოდ მოუმატოთ ამ საუბარს. მე ისე კი არ გამიგოთ, რომ ოპოზიციურ განწყობილ მოქალაქეებს ადამიანებად არ ვთვლი, მაგრამ ადამიანებად არ ვთვლი ოპოზიციურ განწყობილ ლიდერებს, მეხუთე კოლონის წევრებს, მოღალატეებს და ჩათლახებს. მაპატიეთ, მეც აღარ ვთვლი სიტყვას მათზე. თუმცა ისინი უკვე მომაკვდავები არიან პოლიტიკურად და შეიძლება საერთოდ აღარ დაგვრჩნდეს ბევრი ლაპარაკი. მოკლედ, ტრამპი ანგრევს, ტრამპი, ასე ვთქვათ, კარბუქს აყენებს, გუშინ იყო შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან და იქ საუბარი იყო იმაზე, სჭირდება თუ არა ევროპას დახმარება ამერიკის თუნდაც შეერაღებაში და ჯარი და არ სჭირდებათო, მაგარი ჯარისკაცები ყავთო, ინგლისელებს ეუბნება, კარგად იბრძვითო, ვაჟკაცები ხართო და ეს რო გაქებს, ესეთი ცხოვრებაში ხშირად ყოფილა, რო გაქებ, შენ არ უნდა ამოყვე, იმიტომ რომ რო აყვა ის ინგლისის პრემიერ-მინისტრი, აღარ მოეწონა ტრამპს, ხო იცი, არ მალავს თავის ნამდვილ შინაარს და ამან გააგრძელა საკუთარი ქვეყნის არმიის ძლევამოსილების შექება და ტრამპი შეეპასუხა. რუსეთის წინააღმდეგ მარტო შეძლებთო და არა და ამაშია საქმეო. მოკლედ მიდის ძალიან დიდი შერიგებისკენ, მიდის ეკონომიკური თანამშრომლობისკენ, ტრამპი იძახის, რომ რუსეთსაც ვეთანამშრომლები, ჩინეთსაც ვეთანამშრომლები, მოიტანა ფული და აბანდონ ამერიკის ეკონომიკაში. კლასიკური ბიზნესმენებით იქცევა, რომელთაც ომი არ არის იმდენად მომგებიანი, რამდენადაც ვაჭრობაა მომგებიანი, ხო? და ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს საქართველოს, ხოლო ევროპის საქმე როგორ იქნება, არ ვიცი. მოდი ევროპაზე ვისაუბროთ. გავიგეთ, რომ ევროპა აგრძელებს რაღაც გარკვეული 2 ცენტის, ევროცენტის მიცემას ამ იდიოტებისთვის. ამათ არც უხარიათ ძალიან სხვა შორის, იმიტომ რომ ეს ბოლო ბანაობაა, იციან, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ არ ნებდებიან, აი შოლცი წავიდა, მაგრამ შოლცი 2 მოვიდა, რომელიც ალბათ ისეთ ეკონომიკურ კრიზისს მოიტანს ქვეყანაში, რომ ესეც ვადამდელი არჩევნების შედეგი იქნება. იცით, რომ დააპატიმრეს ყველაზე რეალური კანდიდატი პრეზიდენტობისა რუმინეთში, უპოვეს $1,000,000 და ბალალაიკა. ნუ ბალალაიკაზე ხუმრობ, კი ბატონო, მაგრამ არც თუ ისე შორს არის სიმართლისგან, აი პროსტა დაიჭირეს ესე, აი ესე პირდაპირ, როგორც ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება ხოლმე. და ნუ ჩანს, რომ ევროპა ჯერ ამ ეტაპზე დანებებას არ აპირებს. თუმცა არ ვიცი, ნახოთ ტრამპის ბულდოზერს როგორ გაუძლებს. მე მგონი, რომ ვერ. დავიწყოთ, ევროპა მაინტერესებს, ახლა ჩვენ მაინც უფრო ახლოს ევროპასთან ვართ, ვიდრე ამერიკასთან. დავუწყოთ, იმიტომ რომ თვითონ ევროპას აქვს ძალიან კარგი ტრადიცია ინტელექტუალური აზროვნებით. მე ხარ ამასთან ძალიან კარგი მათ წიაღში დაწერილი ერთ-ერთი მოთხრობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი. სხაპარი, რომელშიც ირკვევა, რომ მეფე არის შიშველი. და მას არავინ არ ეუბნება. და ეხლა გამოჩნდა ტრამპი, რომელმაც გააშიშლა ევროპა, რეალურად რა შეუძლია ევროპას, იმიტომ რომ ევროპა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაღაცნაირად მიდიოდა აქეთკენ, იმიტომ რომ ყველა ის პროცესები, რომ მაგალითად, აი ხა მე მაგალითად გუშინ წინ მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ აი ადრე რო ვკითხულობდი მეთქი აი საბჭოთა კავშირის კრიტიკას განსაკუთრებით, აი ყველა მხრიდან ძალიან ხშირად აღნიშნავდნენ იმას, რომ ძალიან დიდი პრობლემა იყო საბჭოთა კავშირში, ის რომ ბიუროკრატიამ დაკარგა კონტროლი. რო გადმოიტანო ეს კრიტიკა ევროკავშირზე, აღმოჩნდა ერთ-ერთი მესადაკება. ბევრი მარქსისტია, მაგაში ესა. ზედმეტია მარქსისტობა. შეგახსენებთ, რომ ნიკუშას ადრე მარქსი ერქვა და მემარცხენე კაცი იყო და ეხლა ძალიან ბევრი მემარცხენე გაჩნდა. ზედმეტი მარქსი არის. მე არ ვთვლი, რომ არც მარქსია. ოშოთში ამერიკელები ესე იძახდნენ. ხო, ამერიკელები იძახიან, მარქსი მასთვის არის ყველაფერი ცუდის განსახილება. კი, გულისხმობ ტრამპს და იმიტომ რომ ანუ ევროკავშირის ხო მაგაში ვერ დაგეთახმებით შემთხვევაში. მე არა იმათ ეკამათ. ხო, იმათაც ვერ დავეთახმები. ანუ ევროკავშირის პრობლემა არის ის რომ ანუ ევროკავშირს ყავს ბიუროკრატია, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი კონტროლი არ გააჩნია და ტრამპი აკეთებს რას, აი ძალიან ცინი, აი მე აი ვაღიარებ. უდიდეს სიამოვნებას ვგებულობ იმით თუ როგორ ექცევა ტრამპი მაგალითად ისეთ არარაობას პოლიტიკურად, როგორც არის კაია კალასი.
არ ხდება, არ შეხვდა რუბი. ჩამოიყვანეს და არ შეხვდა. ხო, ანუ ამხელა გზა ატარეს და ხო, არა, იმიტომ რომ მე მართლა ისე ძალიან ისეთ ღმად ნეგატიურ დამოკიდებულება მაქვს იმ სამი ველური სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ახლა ევროკავშირშია და რომელიც მართავს ევროკავშირს. და ხო, ჩვენი კომუნიკაციის თავმჯდომარის არ იყოს ვიცით რომელიც არის და იმიტომ რომ ეს შალვა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, იმიტომ რომ ჩვენ რომ შეხედეთ რა, ჩვენ ახლა გვაქვს სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ კარგ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ინსტიტუტებით. ჩვენ ახლა მივეჩვიეთ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი მარწუხების ყოფნას, როდესაც აი ევროკავშირის ცდილობს ჩვენს ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევები გვაქვს, რომელზეც ვისწავლეთ გამკლავება, მაგრამ არის ერთი ძალიან მთავარი, რომ აღმოჩნდა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ავიღეთ, დაემთხვა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის პოლიტიკას. ანუ ტრამპსა და საქართველოს შორის მთავარი კავშირი არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ორიენტირებული. ჩვენ ვთქვით, რომ მოდით ვივაჭროთ რეალ პოლიტიკაზე. გადავიდეთ ჩვენს ინტერესებზე და ჩვენ გამოვიდეთ არა იქედან, რომ იქ ვიღაცას ამერიკაში დაესიზმა რაღაცები, რაღაც მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე. არამედ რა მჭირდება შენ, რა მჭირდება მე. და ეს არის შალვა ის ასევე ღმერთის კომპონენტის შემოყვანა, ასევე ვოუკიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რეალ პოლიტიკა, ეს ყველაფერი გვაერთიანებს, რა თქმა უნდა. უბრალოდ შეიძლება თამბად თქვა, რომ ჯერ ჩვენი ნახა. რამბა და ხო, გადაიღო, რატომაც არა, ხალხი შეიძლება ვიოცნებოთ კიდევაც. ხო, ჩვენთან ძალიან ცუდი პროცესები იყო იმ გაგებით, რომ მთელი ეს 30 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო ევროპაზე კრიტიკა. შეწყვეტილი იყო იმ დროს, როდესაც აკრძალული იყო პრაქტიკულად, როდესაც უნდა დაგვენახა მთელი რიგი სურათი. მოდი რაღაცნაირად ევროპა შევადაროთ 90-იან წლების ევროპას, 90 წლის ევროპას. ჩვენ აღმოვაჩენთ ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რომ 90 წლის ევროპაში უფრო მეტი ინდუსტრიული სახელმწიფოა, მათ შორის საბერძნეთი, მათ შორის, რა ვიცი, ისეთი ბულგარეთი, რუმინეთი, უფრო მეტი ინდუსტრიული სახელმწიფო ვიდრე ეხლა არის. უფრო მეც აწარმოებდნენ ევროპელები, მე გულისხმობ არა ცენტრალურ რამოდენიმე სახელმწიფოს, როგორც ანუ საფრანგეთი და გერმანია, ესენი მართლა გამდიდრდნენ. მაგრამ სხვები ამ შემთხვევაში, როგორც ეკონომიკური ძალა, ხო? უფრო დასუსტებულები არიან, დემოგრაფიულადაც უფრო დასუსტებულები არიან. ბალტიის ქვეყნები ავიღოთ, უდიდესი ინდუსტრია ჰქონდათ რუსების დანატოვა. უფრო დასუსტებულები არიან. საბჭოთა დანატოვა და გაანადგურა. როდესაც ჩვენ ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდუსტრიაზე უარის თქმა ჩვენ შეგვიძლია მაშინ თუ კი რაღაც ნაწილობრივ შეგვიძლია, როდესაც ომები შორსაა. მაგრამ როდესაც ომი გააქვს, შენ გჭირდება ინდუსტრია. სტალინი გიჟი ხო არ იყო, რომ 10 წელიწადში მოახერხა ის, რაც რამოდენიმე სახელმწიფომ ბრიტანეთმა 200 წლის განმავლობაში ესე გააჩაღა, ხო? ხო. ანუ ეს იმიტომ იყო, რომ ომი იცოდა მან ძალიან კარგად, რომ ომი ელოდებოდა, ხო? და ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიას ეს სწრაფი ტემპებით მოხდა. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელი არც ტექნოლოგიური, არც ესე იგი ინდუსტრიული პოტენციალი არ აქვს ევროკავშირს, რომ წინააღმდეგობა გავიწოს ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, როგორც რა ვიცი, რუსეთიც რო არ იყოს, ხო? თუნდაც ჩინეთთან სამხედრო იმაში მოვიდეს, ხო, წინააღმდეგობაში. არ აქვს ესეთი პოტენციალი. კი, ჩვენ ნახეთ, რომ ნატო შეუძლია აქტიური იყოს ისეთ სახელმწიფოების მიმართ, როგორიცაა მაგალითად სერბეთი. მაგრამ სერბეთის მასშტაბი და რუსეთის მასშტაბი დამეთანხმებით რომ სხვადასხვა არის. განუზომლად სხვა არის. ამის გარდა ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას ვნახეთ, რომ აბსოლუტურად თავისუფლებული და არაფრის მომცემი, უფრო დამაზიანებელი, როგორც ეს ეგრეთ წოდებული მულტიკულტურული პოლიტიკა, ისე ემიგრაციული პოლიტიკა. არა, მან ევროპაში ეთყობა გადაწყვიტეს, რომ რატომღაც თავი დამნაშავედ ეცნოთ თავისი კოლონიალური პოლიტიკის გამო, ოღონდ ამ კოლონიალურ პოლიტიკას არ ტოვებდნენ, არ მიატოვეს, აძლიერებდნენ, მაგრამ რაკიღა შენ სხვა ფერის კანი გაქვს და რაკიღა მესამე ქვეყნიდან ჩამოხვედი, შენ უნდა გქონდეს უკეთესი პირობები, ვიდრე შენს მოქალაქეს, ქრისტიან თეთრ ადამიანს და ამან, რა თქმა უნდა, მორალური დეზინტეგრაცია გამოიწვია, დასუსტა
გაფემინური და ადგილობრივი ეს მოსახლეობა. რას გავს ისე დაახლოებით ნიანგი რომელიც თან ცრემს აღვარღვარი და თან ჭამს ოღონდ მოდი უკბილო ნიანგი, ცოტა უკბილო ნიანგი. ხო, უკბილ თან ტირის და თან მაინც რო ჭამს იმ ანტილოპას, იმიტომ რომ ზუსტად იგივეს ხედავდი ჩვენ რომ პოსტკო იგივე ჩვენთან მიმართებაში. შენ თუ ამბობ რომ მე მაგალითად თავს ვითრგუნავ რომ აი ცუდად ვექცეოდი კოლონიებს, ახლა ჩვენთან მიმართა პოსტკოლონიური დამოკიდებულება არის, ხო ეს რასაც ჩვენ ხედავდით ამ დროის განმავლობაში. უბრალოდ ერთი მომენტია, ანუ ესე შეკითხვა დავსვათ, აქვს თუ არა ევროპას პოტენციალი რომ გარდაქმნას საკუთარი რეალობა. აქვს ეს პოტენციალი, მაგრამ არა აქვს ეს პოტენციალი იმ პოლიტიკურ კლასს და აპოლიტიკურ კლასს ეხლა მართავს ევროპას. და მართავს აპოლიტიკურ კლასს არ აქვს ეს პოტენციალი. მართავს დაშინებით, ცენზურით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, კი ბატონო. ნუკრი მახსენა ეს ინდუსტრია და ისე მოხდა გეოპოლიტიკურ ამ ძვრებს ყოველთვის ეს რაღაც ეკონომიკური ბალანსი და ეკონომიკური დისბალანსი უდგას საფუძვლად რა. და საერთოდ ისე მოხდა რომ აი სიტყვა წარმოება და ინდუსტრია იყო რაღაც ტაბუ დადებული და რატო ხო ჩინეთში იყო გადასული ეს აწარმოოს ყველანაირი სექტორი ძირითადად სიმძლავრეები და ეგრეთ წოდებული ჩინეთი იყო ერთგვარად მსოფლიოს ფაბრიკა რა სადაც იწარმოებოდა მაგრამ ამ მსოფლიოს ფაბრიკამ შეძლო ის რომ ეს როლი შეინარჩუნა და პლუს მაღალტექნოლოგიური მაწარმოებელიც გახდა. ამას მოყვარა რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ და მან სწორად გააკეთა ეს ამ შემთხვევაში რომ ცადა რომ ეხლა ჩინეთი რომ აწარმოებს ჩვენს უნდა დავდოთ ისევ ფსონი გავიხსენოთ წარმოების სექტორზე და ტრამპიც რეალურად ამბობს რომ ევროპის ჩაჩოჩების პოლიტიკა რაც ბაიდენმა დაიწყო ტრამპიც აგრძელებს ხო თუმცა იქ იყო მაინც ის ფლირტაობა ასე ვთქვათ უკრაინასთან რუსეთის დაჩოქების ცდელობა, ანუ რაღაცეებში ცხადია, ხა ის სიგიჟე რაც ვოუკიზმი იყო, ეს დაასრულა და ეს კარგია, მაგრამ რაღაცა მემკვიდრეობითობის ხაზი მაინც უნდა დავინახოთ. ტრამპი ამბობს ამორადმინისტრაციის პოლიტიკის თქვენ რუსეთისგან თავი უფრო მეტად უნდა დაიცვათ, ვიდრე ჩვენ. ჩვენ ესეთი უფრო ძლიერები ვართ და მან დონოროს დოქტრინის შესაბამის რამას ამბობს, ოკეანეა ჩვენ შორის და მოდი რა ფული გადაიხადეთ და თქვენ თავდაცვითარიანობა გააძლიერეთ. და მე მოგხილით იარაღს. თქვენ ხო ვეღარ აწარმოებთ. ანუ მე არ ამგონია რომ სხვა შორის გერმანიაში და საფრანგეთში მით უმეტეს ინგლისში ეხლა რაიმე ისეთი ძლავრი ქარხნები ააგუგუნონ, ჭურვები გამოუშვან, ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები, დიდი ეჭვება რომ ამის ერთი ადგილი ევროპას ეხლა. ანუ ეხლა ევროპაზე რადგან ვიკითხეთ, ხო, ანუ ევროპაში არის ეგზისტენციური კრიზისი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მასკის და ტრამპის ერთობლივი ინტერვიუ იყო, სადაც მასკი ეს ტექნოლოგიური ასე ვთქვათ ერთ-ერთი გურუ ხო მსოფლიოსი ამბობს რომ ჩვენ ვართ ანუ საყრდენი დასავლური ცივილიზაციის ამერიკა და პლუს ამას ჩვენ ვადევნებთ ქრისტიანობასთან რაღაცა შემოbrunებით ცდელობას რამდენად ავთენტურია და რაღაცა ეს სხვა საკითხია მაგრამ საკუთრივ ის ევროპას ერთ-ერთი მიზეზი გარდა ამ ეკონომიკურისა რატომაც ძირი ეთხრება არის ეს კულტურული თემა ხო იგივე მიგრანტები რომლებსაც საერთოდ არ აქვს პრობლემა თვით იდენტიფიკაციასთან და რელიგიური არასიმილირდებიან და ამათ ევროპამ აი შეიძლება რელიგიური კომპონენტი გასაგებია რაღაცაზე გადაილახა მაგრამ კულტურული ქრისტიანობაც გადალახეს ევროპელებმა და ეგ რომ მოდის სამხრეთიდან რომ მოდის ადამიანი იმას ვიტალური ძალა მეტი აქვს და როცა მოდის ამ ზედმეტად გაკულტურულებულ ევროპაში ის ჭამს უბრალოდ ამ ყველაფერს რა ის ანგრევს ის ითვისებს და არ აქვს პრობლემა ამისი რა კიდე ერთი მომენტია ხელოვნური ინტელექტის საკითხი ხელოვნური ინტელექტი იმდენად ჩამორჩა ევროკავშირი იმდენად თან თავიანთი რეგულაციების გამო ჩინეთმა თავიანთი რეგულაციების გამო რომ დღეს ახლა კონკურენცია მედის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. სადაა ევროკავშირი? არსად. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ სამხედრო ომის დროს განვითარებული ხელოვნური ინტელექტის შემხარეს როდესაც არის რა. მაშინ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ხო. მე ვფიქრობ და ვეთანხმები კიდევაც ნუკრის მოსაზრებას რომ ევროპას ანუ ევროკავშირის სახით დღეს ისეთი ბიუროკრატია მართავს რომლის ხელშიც ევროკავშირი გარდაულად განწირულია მინიმუმ დაშლისთვის თუ არა დამარცხებისთვის აუცილებლად. რასაც ხელს უწყობს მაგალითად ტრამპი თავისი ქმედებებით, ხო? ფაქტია, ეხლა დღეს ისეთი მოცემულობის წინაშე დააყენა, რომ ჭაობის არ იყოს, რაც უფრო მეც იფართხალებენ ევროკავშირში, უფრო და უფრო დაიძირებიან, რასაც გარდაულად მოყვება ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ასე ვთქვათ, პროტესტი ჯერ ისედაც ომის პირობებში მყოფი ევროპის ქვეყნებისა, რომლებსაც რა თქმა უნდა ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ, აქამდე როგორც იტყვიან, განებივრებულები იყვნენ და
თბილად და ტკბილად იყვნენ და ცხოვრობდნენ. დღეს უკვე სერიოზული პრობლემების და დარტყმის წინაშე დგანან და ეხა როგორ წარმოუდგენიათ, რომ თავისი თავდაცვის უნარიანობაც უნდა აამაღლონ, ანუ ძალიან ბევრი მილიარდი დახარჯონ ამაზე, რასაც ძალიან ბევრი დროც სჭირდება. დღეს რომ დაიწყონ 10 წელი ხომ მაინც სჭირდება იმას, რომ რაღაცა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში თქვან, რომ აი ჩვენ გვაქვს იმისი რესურსი, რომელიღაც დიდ ქვეყანას გაუმკლავდნენ, გავანებოთ თავი ხა რა ვიცი, ნებისმიერს დავადოთ ხელ. კიდე ჩინეთი, კიდე ამერიკა, მე წარმოუდგენლად ვიმაჩნია, მაგრამ მაინც. და გარდა ამისა, კიდევ რამდენი ბევრი მილიარდი ჭირდება უკრაინას იმისათვის, რომ რაღაცა ეს ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ რა დასასრულიც დადგება, მაგრამ ნუ მაინც უკვე ვალდებულები არიან ეს ერთი და ძირითადი ვალდებულება უკვე ტრამპმა წამოკიდა და უთხრა ეს არის თქვენი პრობლემა და ამ პრობლემას თქვენ უნდა მიხედოთ. ამ მინიმუმ ამ ორ ვალდებულებას ევროკავშირი ვერ გაუძლებს. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით, უკვე ეს შეთავაზება ერთი რომ ანუ სანამ უკრაინის შეთავაზებზე გადავალ, ამათაც თუ შეთავაზეს თუ მოусმინეთ ალბათ ძვირფას მინერალებთან დაკავშირებით. კაცო, ჩვენთანაც გავაფორმე რუსეთში, ხო? არა, უკრაინას ეუნებიან დღეს უკვე. ევროპელები. მე რუსეთი რატო გამახსენეთ? რუსეთმა შესთავაზა ამერიკას, რომ რა თქმა უნდა გაცილებით ღირსეულ პირობებზე რუსეთი რუსეთი უკრაინას არ ვლაპარაკობ. ხო, არა, ჩვენც გვინდაო, კი ბატონო. კი, ანუ როგორ მდგომარეობაში არიან, ის გარდაულად იციან, რომ უნდა გაინაწილოს რუსეთმა და ამერიკამ დათვი და ჩინეთსაც უნდა რაღაც. ხო, რა თქმა უნდა, იქ ჩინეთის თურქეთსაც სხვათა შორის. ჩინეთის კომპონენტი, ეხლა თურქეთმა რომ აი ჩვენ რაღაცა ჯარს გავაგზავნით. კი ბატონო, ეს ყველას უნდა, მოკლედ. საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის გადასაწყვეტია ბუნებრივია პრობლემა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ევროპელები მთლიანად შიგნით არიან ჩართულები და დღევანდელ სიტუაციაში, მაგალითად უკრაინის ამ ფორმით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს უკრაინის ევროპის ევროკავშირის დამარცხებას, ერთი რომ ეს არ უნდათ და მეორე გარდაუვალი დამარცხების დროს ხეირი რომ ნახონ, ანუ გამოჩნდა უკვე რომ ყველა თავის ხეირს ეძებს რა. ანუ ჩვენ გაგიფორმებთ ხელშეკრულებას და ჩვენ მოგვეცი მინერალები და ვინმეს თუ წარმოუდგენია ეხლა რომ ამ იმას რა ქვია უკრაინას იმ მინერალებში ბევრ ფულს მიაყრება. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი ფარსი, რაც აქამდე იყო. ევროკავშირის ქვეყნებს, რომელიც არ უნდათ იმათ რა დღეში აგდებდნენ, ხო? ავიღოთ აგერ რუმინეთს დავიდავანებოთ, კაც ბულგარეთი. აბა, ბულგარეთში ხო? აგერ ევროკავშირის მისიის ოფისი გადაწვეს ბულგარელებმა, რომ აჩერებს ქვეყანას, კაცო. ევროკავშირი აჩერებს ბულგარეთს წლების განმავლობაში. 7 წლის შემდგომ არის ევროკავშირის წევრი. გაჩერებული. გათვალეთ რამდენი წელია, ხო? 18 წელია ევროკავშირის წევრია. თუ უკან. და წარმოიდგინე, რომ სასწაული ხდება ევროკავშირი. ყველა მიცი, ყველა რომ მარტო დირექტივები მოდის ევროკავშირის ცენტრიდან. ესე მოიქეცით, ესე ქენით, იქ რაღაცა გინდა ვოუკიზმი, გინდა ეს LGBT მოკლედ რაც თვითონ სურთ ის უნდა აკეთოს ბულგარეთმა, საერთოდ არაფერს არ აძლევენ რა, ნუ ადრე ჩვენ განგვიხილავს ეს საკითხი, ჩამორჩენილია ბულგარეთი. ასევე რუმინეთთან მიმართებაში დაჭირდა ნახე გაუქვეს დაიჭირეს კაცი. სასწაულებს აკეთებენ ესეთი რამე ხომ რა ვიცი ახლა, ბა წარმოიდგინეთ ეხლა დღეს ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტოს და დანაშაულზე წასწრებით დაიჭიროს რომელიმე ლიდერი იმის რა ქვია პოლიტიკური პარტია. არა, მე კი არ გეუბნებით რომ არ ამეთიკოს, მე რომ მკითხოს სადღაც ჩემი ნებალი იყოს, აქ ამ დასაჭერები არის. არა. ხო რა. მაგრამ რა მდგომარეობაში ჩაავარდებოდა ევროკავშირის და რატომ მოხდა მეგობრებო, თირე პაუზა და გადახვევა. სასამართლო ქონდათ ხელში. აი რატო უნდათ სასამართლო? ხო, მაგას ჩალიჩო. აი, კი ბატონო, ზუსტად მაგაშია საქმე. მანდიდან დაიწყო ჩვენი პრობლემები. ხო, სასამართლოსკენ იწევდნენ, კი ბატონო. წინა ადმინისტრაციის წინა ბიუროკრატიასთან. ხელში უნდა ჩაეგდოთ CSKO, სასამართლო. მინიმუმ უზენაესი სასამართლო მაინც. საკონსტიტუციო ხო საერთოდ დახატავს. უზენაესი მაინც რომ არჩევნებთან დაკავშირებით მე შედეგი, რა თქმა უნდა, შედეგი დაედოთ. ეს გააკეთეს აგერ რუმინეთში და უკვე ახლა რა დაიწყეს პიროვნება, რომელიც ფაქტიურად უკვე ჩანს, რომ გამარჯვებული ლიდერია და ქვეყნის ლიდერი უნდა გახდეს, იმას იჭერენ აბსურდული ბრალდება.
გასაგებია, კაი. სოროსისთან იყო დაკავშირებული სოროსთან იყო დაკავშირებული ყველა ის მოსამართლე, რომელიც რა თქმა გაუქმდა. უნდა. ჩვენთანაც სოროსთან არიან დაკავშირებულები. რა თქმა უნდა. აქ რომ მიდიოდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელები უნდა ჩამოსულიყვნენ და უცხოელებს უნდა ესამართლოს ესამართლონ. დაკავშირებით უნდა შერჩევანა მოხდარიყო, მაგრამ მოსამართლეების იქ პროკურატურაზე რო იყო საუბარი ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციები არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან იყო სოროსის გავლით დაფინანსებული სოროსის ორგანიზაციები. ბარტყები შეიძლება ასე თქვა პირდაპირ. კი, ხალხი მაგას მასე უძახეს. ბწინცი. ანუ ხო ანუ ეს ხაწვეს ეხა ჩვენთან არა. ეხა რა ხდება? იქ სადაც უკვე რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, იქ სადაც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ დარჩნენ თავისებს ღა ერევიან, თავისებს. სხვას ვეღარ ერევიან, ანუ ჩვენისთანა ქვეყანა ფაქტია რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ, ვერც ვერაფერს ვერ იზავენ, როდესაც ჩაეხსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და შეერთებული შტატები მათაც იციან ევროკავშირის ბიუროკრატიამ და ჩვენებმაც იციან რომ აზრი დაკარგა. დასულდა კი. რა თქმა უნდა, იმათმა ფულის ხარჯვა, აზრი დაკარგა, უაზრობა არის. დღეს ახლა იმას რა ვქე, კანონი რომელიც გადმოვიტანეთ, აბა გაბედოს ვინმე და თქვას რომ რუსული კანონია. ვეღარ იტყვის ევროკავშირის ვერცერთი ქვეყნის ელჩი და მათ შორის ევროკავშირის ელჩი ვეღარ გაბედავს და ვერ იტყვის რომ კანონი არის რუსულიო. მეგონია იტყვა. ბალტიისპირეთის შეიძლება თქვა. მეგონია იტყვა. არა, მე გეუბნები აქ. აკაურევი. აკაური. ვერც ერთი ვეღარ იტყვის, იმიტომ რომ ამერიკის საელჩო არის გაჩუმებული. ბოსი გაჩერებული. რა თქმა უნდა, ესენი აქამდე ხო დაარეგისტრირდა და უკვე კაცო. პირველი მართლა ამერიკის საელჩომ დაიწყო. რა თქმა უნდა, მასინაც რუსული კანონი აყვნენ და აყვნენ. ეხლა ხო დაარეგისტრირდა ხალხო. ხო არის უკვე დაარეგისტრირებული, განხილვა დაიწყო პარლამენტში. აბა ვინმე გაბედოს და თქვა ეხლა მე დუნს ამერიკის საელჩო რა. ჩერჩეთ იმებზე არა მაქვს ლაპარაკი. საელჩოს წარმომადგენლები ვერ გაბედავენ. მეგელია თქვა რომ ეს კანონი არისო ამერიკულიო, მაგრამ საქართველოში არის რუსული. კი ბატონო, მაგაც დავიდოვანი. ისევ ერთიც არის ევროკავშირი გახდა არასაიმედო პარტნიორი. როგორც კი სათანადო ძალას დაუპირისპირდა თუ არა, თქვენ თუ დააკვირდით, რა გააკეთა, როდესაც რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოზე რომ გენასამბლეაზე რომ რეზოლუცია მიიღეს, ერთი იყო უკრაინის 3 წლის ომის დაწყების 3 წლის სტატუსი. მეორე იყო ამერიკა ქართული. და ქართული კი ბატონო, ბოლოს შეუერთდნენ სამი სახელმწიფო კიდე. ამერიკის და ქართულის. უყურეთ რა მოხდა? რა თქმა უნდა, უკრაინის რეზოლუციაში ყველაფერი რა თქმა უნდა დაგმობილი იყო და რუსეთის ლანძღვა გინევა და აგრესორად იყო მოხსენებული. უბედურება. ამერიკის რეზოლუციაში საერთოდ არ იყო ამ თემებზე საუბარი. იმიტომ რომ ელაპარაკება ამერიკა რუსეთს. ახლა რა მოხდა, რა გააკეთა ჩვენმა ევროპამ და ევროკავშირმა. როდესაც პირველი დარეგისტრირდა, ეს იყო უკრაინის და ამას ხარი დაუჭირეს მეორე რეზოლუციის დაბლოკვასთან დაკავშირებით საფრანგეთსაც და ინგლისსაც ჰქონდათ ვეტოს დადების უფლება. არ დაადეს. არც ვერც ერთმა ვერ გაბედო და ვეტო ვერ დაადო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რეზოლუცია სავალდებულო არ იყო და უშიშროების საბჭოზე მიღებული ამერიკის რეზოლუცია ასამბლეაზე მიღებული არ იყო სავალდებულო და უშიშროების საბჭოზე მიღებული იყო სავალდებულო. კი ბატონო, აი აქ უკვე გამოჩნდა რისი რესურსი აქვს იმას. და მაგარი კაზუსი მოხდა სერბეთს რო შეეშალა. რუსეთმა შემდეგ თქვა რომ ჩვენო ვიღებთო იმ მობოდიშებასო რომ სერბეთს კნოპკის დაჭერა შეეშალაო და ტექნიკური შეცდომა იყო. კი ბატონო, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რეკლამასაც მივხედოთ, რეკლამა